ისტორიული თამარის ხიდების განახლება ძველი არქიტექტურის შენარჩუნებით აჭარის მაღალმთიანეთში თაღოვანი ხიდების რეკონსტრუქცია ამ პრინციპით მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ამ ეტაპზე ფურტიოს ისტორიულ ხიდს უტარდება. ისტორიული ხიდების აღდგენა, რესტავრაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უკვე წლებია ხორციელდება. საუკუნეების წინ აგებული ფურტიოს თაღოვანი ხიდის სარესტავრაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ძველი იერსახე ხიდს, რომლითაც ადგილობრივების თქმით გადმოცემის თანახმად თამარ მეფესაც უსარგებლია, დაახლოებით ერთ კვირაში დაუბრუნდება. ფურტიოს თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნეში აგებული, თამარის ხიდად მოიხსენიებენ, თამარ მეფის პერიოდში აგებული, როგორც ჩვენი წინაპრებიდან ვიცით, ეს გზა აბრეშუმის გზადაც მოიხსენიებოდა, წამოსული თქვათ ბათუმიდან წამოსული ტვირთი თუ რაც იქნებოდა, გადაჰქონდათ ცენტრალურ დედაქალაქ თბილისში. თაღოვანი ხიდისთვის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად რესტავრატორები ბუნებრივ ქვას იყენებენ. მას შუახევის ერთ-ერთ კარიერზე მოიპოვებენ და ხელით ამუშავებენ. დამუშავებულ მასალას კი ხიდზე იმავე ტექნოლოგიით ათავსებენ, რა ტექნოლოგიას მშენებლებმა წლების წინ გამოიყენეს. მიმდინარეობს ზემოდან ბუნებრივი ქვით მოპირკეთება. ამ მასალას ბუნებრივ ქვას ღებულობ ჩვენ შუახევის რაიონიდან ერთ-ერთი კლდის ჩამონაშალიდან არის მარაგი, რომელიც ხელით ვამუშავებთ და მოგვაქვს. ეს შეიძლება და სხვა მასალის გამოყენება, მაგრამ რა ეს ისტორიული ძეგლია, მე მგონი მე-12-მე-13 საუკუნის ხიდია, უნდა შეინარჩუნოს ძველი ისტორიული სახე. ერთი კვირა მუშაობთ და არის ძალიან კარგი, რომ ადგილზე გამოგვიჩნდა სამუშაო წყარო და ოჯახში თორკაფიქს შევიტანთ და ვართ დასაქმებული. მაღალმთიან რაიონებში თაღოვანი ხიდების რესტავრაცია, რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანი კი უძველესი ხიდებისთვის ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებაა. თაღოვანი ხიდები იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და საჭიროებდა სასწრაფო რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, კონსერვაციას, რადგანაც მას არ დაეკარგა თავისი კულტურული ღირებულება და არ მომხდარიყო მისი განადგურება და შემოუჩეს თაობებს. ფურტიოს ხიდის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტაცია უკვე ქოქოლეთისა და ცხელმნარის თაღოვან ხიდებს ჩაუტარდება.